წარმოიდგინეს შუა საუკუნეები. ევროპის მეფეებსაც კი ეკრძალებათ იერუსალიმში იარაღით შესვლა, მაგრამ ერთი ერი მაცხოვრის საფლავს გაშლილი დროშებითა და ხმლებით უახლოვდება. ეს ერი ქართველები ვართ. მე-14 საუკუნის დასაწყისი. ჯვაროსნები დამარცხებულები არიან. წმინდა მიწა ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს ხელშია. ქრისტიანი პილიგრიმები ქალაქში შესვლისას მძიმე გადასახადს იხდიან და დამცირებას ითმენენ. საქართველო კი ახალგაღვიძებულ ლომს ჰგავს. ტახტზე გიორგი მეხუთე ბრწყინვალეზის, მეფე, რომელმაც ქვეყანა მონღოლთა 100 წლიანი ნანგრევებიდან ფეხზე წამოაბენა. გიორგი მიცოდა, ხმალთან ერთად დიპლომატიაც უძლიერესი იარაღია. მან ეგვიპტის სულთანთან, ალ-ნასირ მუჰამედთან ელჩობა გაგზავნა და წარმოუდგენელ შეთანხმებას მიაღწია. წმინდა ქალაქის კარიბჭე იხსნება და შედიან ქართველი რაინდები. ცხენებზე ამხედრებულები, ხმალშემორთმულები, თავზე კი ამაყად ფრიალებს თეთრი ბაირარები წითელი ჯვრებით. მთელ ქრისტიანულ სამყაროში ქართველები იყვნენ ერთადერთნი, ვისაც ეს პრივილეგია ერგო. მეტიც, მეფემ გამოიხსნა და საქართველოს დაუბრუნა ჯურის მონასტერი და მაცხოვრის საფლავის გასაღები. ეს არ იყო უბრალოდ რელიგიური გამარჯვება, ეს იყო მსოფლიოს წინაშე საქართველოს აღიარება. გიორგი ბრწყინვალემ დაამტკიცა, რომ ქართველის ხმალსაც და სიტყვასაც ერთნაირი ფასი აქვს. შენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფოსთვის, დიპლომატია თუ სამხედრო ძალა? დაწერე კომენტარებში და გამოიწერე გვერდი, რათა იცოდე შენი ისტორია. ჩვენი ისტორია ღირსია იმისა, რომ მსოფლიომ გაიგოს. დაეხმარე გვერდს. შენი მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დიდების მოყოლას. დონაციის ბმული აღწერაში გელოდება.